ჩვენი შოუ 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 საგამომშვიდობის საძვირფასო მეგობრებო, მოგესალმება ჩვენი შოუ და მისი წამყვანი გია ბაღაშვილი. მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ დღევანდელი გადაცემის პირველი სტუმარი, გამოჩენილი ქართველი და დიდებული ხელოვანი, ქალბატონი თამარ გვერწითელი. მოგდადი ჩავდომა. ქალბატონო თამარ, საგამომშვიდობისა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და დიდი ხანი მინდოდა რომ მემასპინძლა თქვენთვის და აი მოახერხეთ ის რომ თქვენს მოიცალეთ და საოცრად მიხარია რომ ჩვენ შოუში ბრძანდებით სტუმრად. არაერთხელ მომეცა საშუალება და დღესაც მინდა გამორჩეულად გამოგიხადოთ ჩემი დიდი პატივისცემა და განსაკუთრებული აღფრთოვანება თქვენი შემოქმედების მიმართ, იმიტომ რომ აი მართლაც საოცრებებს აკეთებთ ხოლმე სცენაზე და მე ვფიქრობ რომ ერთ მიხარე რომ აღნიშნულ მარტო, იმიტომ რომ ამას არ ეყობა მთელი გადაცემა. რასაც თქვენ ახერხებთ რომ ერთი მხრივ როიალი გიჟღერთ, როდესაც მიუჯდებით ხოლმე და თქვენივე თავს უწევთ ხოლმე მუსიკალურ თანხლებას, აი ჟღერს როგორც ორკესტრი. და იმავდროულად აი თითქოს სხვა ადამიანი თქვენში მღერის საოცრად. აი როგორ ახერხებთ აი ყველაფერს, იმიტომ რომ მე სხვასთან ეს არც ქართულ და არც უცხოელ შემსრულებელთან აი ასეთი სტამბეშტავი, აი ეს ვთქვათ ერთიანობა მუსიკალური თანხლებისა და შესრულების არ მინახავს და აი ყველაფერში გამორჩეულია ქალბატონი თამარი და რა ვიცი, როგორ ახერხებთ მართლა მაინტერესებს რომ ეს ცალკე უკრავს და ეს თითქოს დამოუკიდებლად ღერის და არაფრით აფერხებს ერთმანეთს პირიქით. დიდი მადლობა ისე შემამკეთ. იცით რა, მე თვითონაც ზოგჯერ არ მესმის, თუმცა გასაგებია უკრავს ადამიანი და მღერის და თითქოს ჩემი ხმიდან იბადება საოცრება იმ ხრივ რომ თითქოს უნდა აკომპანიმენტი მერე ასე თანხლება მერე ახლავს ხმას. აქაც ესე იბადება და ჩემ ხმასთან არის ჰარმონიული და ისე ალბათ ძალიან რთული ამის ახსნა, მხოლოდ მუსიკალურად შეიძლება რომ ახსნა და ძალიან დიდი მადლობა ესე რომ აღნიშნეთ. ნამდვილად ეს რო არ მეთქვა არ შეიძლებოდა რომ ყოველთვის რომ ამის გასაკუთრებული გასა. თქვენთან დაკავშირებით მე ვფიქრობ ყველა ქართველს აქვს ის შეგრძნება, რომელსაც როგორც წესი განსაკუთრებით ახლობელ ადამიანს, ნათესავს, ოჯახის წევრს ეუბნებიან ხოლმე, მიმართავენ ასე რომ ბავშვობიდან გიცნობთ. მაგრამ თქვენ მართლა ბავშვობიდან გიცნობთ ყველა და ეს უკავშირდება რა თქმა უნდა მზიურს და მინდა კითხოთ, აი როგორ გაიხსენებდით იმ პერიოდს, ვინაიდან მზიური, აი დღევანდელი ენით რო ვთქვათ, ხომ? ესე იგი TikTok-ი, Instagram-ი, Facebook-ი რო შეერთვა, ეს იყო იმდროინდელი ბავშვებისთვის ის რაც უკავშირდებოდა მზიურს და ეს როგორც აღიქმებოდა ეკრანებიდან. როგორ გაიხსენებდით ამ პერიოდს? ძალიან თბილი, შესანიშნავი, ეს კი ენით აუწერელი ბავშვობა ხვდა წილად და რასაკვირველია მზიურმა განაპირობა ეს პირველი აპლოდისმენტები, პირველი რეპეტიციები, პირველი შეხვედრა მაყურებელთან, პირველი შეფასებები და ძალიან მკაცრი დისციპლინა, იმიტომ რომ სხვანაირად გურამ ჯაიანი, რასაკვირველია და რაფაელ კაზარიანი, ვინც შექმნეს ჩვენი ანსამბლი, ვერ გავუძღვებოდნენ სხვანაირად. არ შეიძლებოდა რომ მომხდარიყო. წარმატება აღსანიშნავი, იმიტომ რომ მართლა ძალიან ნიჭიერი ბავშვები შეკრიბეს და ხალხს აქამდე რო ახსოვს ეს ჩვენი ფილმი და მზიურის ასე ვთქვათ შემოქმედება ძალიან აღსანიშნავია და ძალიან ბევრი ადამიანისგან გამიგია რომ აი მზიურიდან მახსოვ ხართ და ისეთ სასწაულ ადამიანებს ვთქვიათ რომ თქვენ სიმღერებზე გავიზარდე რომ თქვენზე უბრალოდ რო არის ხო? ერთად გავიზარდეთ. მე არაერთი ცნობილი აი სახელგანთქმული მუსიკოსის შეფასება მინახავს და როგორც წესი აღმატებითი ხარისხით, მაგრამ აი ისეთი აღფრთოვანება, რომელიც მართლაც გამორჩეულ შემოქმედს და დიდ მაესტროს, მიშელ ლეგრანს ჰქონდა თქვენს მიმართ და რაც მე ჩემი ყურით მომისმენია. ასეთი რამ იშვიათობაა. როგორ გაიხსენებდით მასთან თანამშრომლობას? პირველს ყოვლისა მინდა რომ თქვა რომ ეს იყო დიდი საჩუქარი ჩემთვის როგორც მუსიკოსისთვის, ადამიანისთვის, მასთან შეხვედრა ეს არის ფანტასტიკური შემთხვევა და რასაკვირველია
მილიონიდან ერთს თუ ხდება წილად ასეთ გენიოსთან შეხვედრა, შემოქმედებითი კავშირი და სცენაზე ერთად გამოსვლა, იმიტომ რომ სცენაზე მასთან ერთად გამოსვლა ეს იყო უდიდესი ზეიმი. სული, გული, ხმა, მუსიკოსობა ყველაფერი მონაწილეობდა, ყველაფერი ჩართული იყო. ესე იგი, მისი მუსიკა აი ბოლო უჯრედამდე აღწევდა და ადამიანების გულებს ისე ატყოვებდა, რომ მე რასაკვირველია ძალიან იშვიათად მინახია, რომ ხალხი ესე ხვდებოდეს მოქმედ არტისტს და კომპოზიტორს. იცით, თანამედროვეები ხოლმე ისე ვერ აფასებენ. მისი დედეს ეს არც არის ალბათ გასაკვირი, იმიტომ რომ ბევრს ხვდა ეს წილი. აპლოდისმენტებს ეს ოვაცია რო გვესმოდა, გასაგები იყო, რომ აი ნამდვილი მუსიკოსის, გენიალური მუსიკოსის წინაშე ყველა უძლურია და ყველა უკრავს სტაჟს და ყველა აღფრთოვანებულია და იმ წამებს მისტირის, რომელიც მასთან ერთად განიცადეს სცენაზე. დიდი ბედნიერება, როგორც ჩვენ შევხვდით პარიზში 1990 წელს, ერთ წელში დაიშალა საბჭოთა კავშირი და ვიფიქრე, რომ ალბათ ეს ყველაფერიც ასე ვთქვათ დაინგრევა, მაგრამ მუსიკამ სხვანაირად გადაწყვეტა და ჩვენი კავშირი გაგრძელდა მასში 91 წლის შემდეგაც და ქონდა ძალიან წარმატებული და უდიდესი კონცერტები მსოფლიოს მრავალ დარბაზში და რასაკვირველია მე მგონია, რომ ეს არის საჩუქარი ჩემთვის, რაც შეეხება მიშელ ლეგრანს. თალბატონ თამარ, თქვენ თაყვანისმცემლები არ გაკლიათ სოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში და სრულიად ბუნებრივია, რომ ყვავილები იქნება თუ საჩუქრები, ეს თანმდებია ამ ურთიერთობისა, მაგრამ მე როგორც მახსოვს, ერთხელ თქვენ მოგიწიათ საჩუქარზე უარის ხმა, იმდენად დიდი იყო და თან თქვენ მის მართვას ვერ მოახერხებთ და მე რა მაინტერესებს, მართლა გჩუქთინდათ ის პატიოსანი კაცი თვითფრინავს და თქვენ უარი თქვით თუ როგორ იყო ეგ ისტორია, რომელზეც მე ყური მაქვს მოგრული. ხო, ეს იყო ის წლები, როცა ესეთი საჩუქრები ჟღერდა. ეს იყო 95 წელი და ბუნებაში და ჩვენ გვახსოვს რა ცხოვრებაც იყო მაშინ 95 წელს აბსოლუტური სრული გაურკვევლობა და საერთოდ ასე ვთქვათ თავზე ხელაღებული პერიოდი, ხო? დიახ, ზუსტად ესე მინდა მეც ვთქვა და გავიმეორე თქვენი სიტყვები. ერთ-ერთ მატარებელში შევხვდით ესეთ თაყვანისცემას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ეს ვაგონ რესტორნები არსებობდა და მოგვიწია შეხვედრა ესეთ ადამიანთან. ჩვენ მოусმინეთ მის აღფრთოვანებას და ბოლოს თქვა, რომ აი რომ მქონდეს შესაძლებლობა მთელ ამ მატარებელს გაჩუქებდით. რასაკვირველია ჩვენ არ შეგვეძლო ეს სერიოზულად აღვიქვა და ჩემი მეგობარი ლალი, რომელიც ერთად ვიყავით, ჩვენი ანსამბლის ბიჭები იყვნენ, ყველა ერთად ვიყავით, გადავწყვიტეთ, რომ ეს იუმორში გაგვეტარებინა, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა და ლალი მუთხრა, რომ თვითმფრინავი უმჯობესი იქნება მატარებელი. არა, უფრო შეზღუდულია მოძრაობა. თვითმფრინავი მაინც სხვა სიდიდეა. თალბატონ თამარ, აი ვინმე რომ მკითხოს, რა არის შენ ცხოვრებაში ყველაზე დიდი პარადოქსი, რომელიცაც ამაყობო, დაუფიქრებლად უპასუხებ, რომ ის რომ მე გავიმარჯვებ პროექტში ვინ არის თან იმ სეზონში, სადაც მონაწილეობდა თამარ გვერდწითელი. აი საოცარი ამბავია. ჩემთვის და დიდად საამაყო. ოღონდ არც მე ვიცოდი რომ შეგაგებოდი და შესაძლებლად არ ვიცოდი. მე არ ვიცოდი და გილოცავ ამ გამარჯვებას, იმიტომ რომ სამართლიანია თქვენი გამარჯვება. და ჟურიმ ყველამ დაგივა. ჩემთვის დიდი პატივია რომ თქვენთან ერთად იმ სცენაზე ერთად ვიყავით. როგორ გაიხსენებდით ამ პროექტს ვინ არის? საოცარი იყო, იცით, ჯერ გამიჭირდა, ჯერ ვერც თან ხვდებოდი, იმიტომ რომ ჩემთვის ამოუცნობი იყო, რას ნიშნავს არტისტი გამოდის და არ აქვს თავის სახე. არც თავის ხმა, თავის არაფერი არ აქვს. და უნდა ამოგიცნონ, ხმას ვერ ცნობენ, სახე დაფარულია და ჯერ ვერ გავიგე, რაში არის ეს, როგორც იტყვიან, გამოწვევა. მე ამიხსნეს და მე ეს გამოწვევა მივიღე როგორც ისეთი არტისტული გამოცდილების ერთ-ერთი ნაწილი. ხმაც იმდენად არ დავამსგავს ჩემ ხმას, რომ ან ჯოხაძემაც ვერ მიცო. მართლა საოცრად შენიღბეთ კი? შევინიღბეთ თავიდან ბოლომდე, მოკლედ. და ძალიან საინტერესო იყო. მე ორ ტურში მივიღე მონაწილეობა. მე პუბლიკა ითხოვდა მოიხსენი და თქვენც მოგეხსენებათ, რომ ოღ ძალიან გული დამწაკასო, როგორ შეიძლება იქ დიდხანს არ გაჟღერებული იყო თქვენი ხმა. მაგრამ ძალიან მე ჩავთვალე, რომ ძალიან კარგი და დიდი და შესანიშნავი გამოცდილებაც მივიღე და ეს იყო რაღაც ძალიან ისეთი
თანმსახიობური და თანაც ვოკალური ესეთი კარგი კონკურსის სახე მიიღო ამ პროექტმა და კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას. მადლობა დიდი, მადლობა. ძალიან ლამაზი იყო თქვენი ყველა გამოსვლა. თქვენი გამოსვლა ყველა კონკურსზე, ყველა ასპარეზზე, აი ამ ჩვენებს ხოლმე, როგორც ასე გვირგვინს ადგამთ ხოლმე და ეს ეხება არა მხოლოდ პროექტს ვინ არის, არამედ იმ პროექტს, სადაც ასევე მოგვეცა საშუალება ამ შემთხვევაში მე როგორც ივერიელს და ანსამბლ ივერიეს რომ თქვენთან ერთად გამოვიდეთ იმ პროექტში, რომელიც განსაკუთრებულად უყვარს არა მხოლოდ ტელეიმედიის მაყურებელს, არამედ ძალიან ბევრს როგორც ჩვენში ისე უცხოეთში, ვისაც აქვს საშუალება ინტერნეტის მეშვეობით ნახოს, ეს არის პროექტი მიმღერე და რომელიც ახლა მიმდინარეობს და თქვენ ასე იტყოდით პროექტზე მიმღერე. ძალიან პოეტური, ძალიან ფაქიზი, შესანიშნავი პროექტია, ოჯახები გამოდიან, ისეთი საოცარი მუსიკა ჟღერს, ქართული მუსიკა ჟღერს, ყველა არის ძალიან თბილი, ყველა ძალიან ცდილობს და ამავე დროს არის ძალიან ტაქტიანი ხალხის შეხვედრა და პროფესიონალების და მოყვარულების და მე მინდა თქვა, რომ ეს არის შესანიშნავი პროექტი, აი ეროვნული პროექტის სახე მიეცა. ჩვენ ახლა რომ ვუყურებთ ჩვენს ასე ვთქვათ პროექტს, აი ძალიან მიჩუყებს გულს ეს მთელი ამბავი, მართლა ამბავია, იმიტომ რომ აი თითო ოჯახის გამოსვლა, ესეთი ფაქიზი მოპყრობა მუსიკისადმი, ერთმანეთისადმი, აი ისეთი დიდი სიყვარული და სითბო ვიგძენი, დავმეგობრდით სულ ყველა, რომ აი მე მიმაჩნია, რომ ეს მართლა ეროვნულ შეეხო და გახდა ეროვნული მასშტაბის. ძალიან მოხარული ვარ, რომ მივიღე მონაწილეობა, ჩვენ ერთად ვიყავით და ჩვენთან ერთად ბატონი ჯემალიც იყო, ძალიან ვისიამოვნე თქვენთან ურთიერთობით. ურმესი მადლობა ქალბატონო თამარ და რა თქმა უნდა ჩვენი შოუ და სიმღერის გარეშე ვერ გაგიშვებთ და რაც შეგვისრულებთ დღეს ჩვენ შოუში. დღეს შევასრულებ ჩემს დაწერილ სიმღერას, რომელსაც ქვია ლირიული. მადლობა მოწვევისთვის. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც გულს შემატკივრობს. გაიხარეთ, დიდი მადლობა თქვენ. ისევ ადაგეთე შენი ჭრდილით ანადამადებს მოდა სულ მინდა შენი თვითოდე და მოახსენდება ძველების თქმული სიყვარულს ამალვა უნდა ვითაც ხელსან აპარავსაო ეხლა მოდი მანუგეშე არა ვიცოცხლება თორემა თავასაო სიყვარულს ამალვა უნდა ვითაც ხელსან აპარავსაო ეხლა მოდი მანუგეშე არა ვიცოცხლება თორემა თავასაო უსნაური რამ ყოფილა და კარგავდა მერე ხვდები რა ყოფილა ამირია დღენია და სიყვარული სენია და ოდელია ვარავინა შენი ჭრდილი თანადამადებს მოდა მოახსენდება ძველების თქმული
თაცენსან ნაბარავესაო ეხლა მოდი მანუგეშე არ ვიცოცხლება თორემა თავასაო სიღავარულა სამალაბაუნდა თაცენსან ნაბარავესაო ეხლა მოდი მანუგეშე არ ვიცოცხლება თორემა თავასაო უცნაური რამ ყოფილა და გარაგალა და მერე ხოდები რა ყოფილა ამირია დღენია და სიყვარული სენია და ოდელია ბარანინა ვადა ამირია დღენია და შემხარე სენია და ოდელია ბარანინა ვადა ამირია დღენია და სიყვარული სენია და ოდელია ბარანინა ვადა ამირია დღენია და შემხარე სენია და ოდელია ბარანინა ვადა უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის ჩვენ სასიკადულო მომღერალს ქალბატონ თამარ გვერდწიფეს ვაგრძელებთ პროექტ მიმღერეს მონაწილეებით ჩვენი სტუმარია უსაყვარლესი ოჯახი აბჟანდაძეები მოგესალმებით გულხასო აბჟანდაძეები მოგესალმებით. მოგესალმებით, დიდი სიყვარული. აი მოვედით. ხო თქვით რომ პირველი შენთან მოვალთ. კი პირველი შენთან მოვალთ და ძალიან გვიხარია ამ გადაცემაში, იმიტომ რომ ეს გადაცემა მთელ ერს უყვარს და არა მარტო ერს, საქართველოს ფარგლებს გარეთ და იმიტომ რომ შენ ხარ ესეთი გულიანი. გენაცვალებ თქვენ. დღეს წარმოდგენილი ვართ აბჟანდაძეების ოჯახი, ესე იგი ანდრი აბჟანდაძე, დიმიტრი აბჟანდაძე, ქალბატონის სვანის ქალი ლეილა ჩამგელიანი, ლედი აბჟანდაძე. ჩვენ უკვე მოასწრო და აი შეგიყვარათ მიმღერეს მაყურებელმა და მიმღერებს უყურებს ყველა, როგორც იმერეთში, ამავე სოფელ ქვეყანა, ყველა უყურებს აბსოლუტურად. და რაც თავარია, ის რაღაცა განსაკუთრებული პეცი, განსაკუთრებული სილამაზე, სითბო, რაც ოჯახურ მუსიცირებას და იმ დიდ სასიმღერო ტრადიციებს აქვს, რომლის ერთი ლამაზი გამოვლენა თქვენი ოჯახია. აი ეს ყველაფერი მე ვფიქრობ აი პროექტიდან მომდინარეობს და მოდი სანამ დავიწყებთ ჩვენ აი თქვენს საოჯახო ტრადიციებზე და თქვენს აი ლამაზ ატმოსფეროზე საუბარს ერთი სიმღერა აი აქვე ავაჭეროთ ჩვენ შოუში და ასე ვთქვათ ჩვენი სტუმრობის დასაწყისშივე ერთი ლამაზი იმერული სიმღერა შევაწიოთ შევაბატონოთ ჩვენ შოუში შევაკეთოთ ბუხარ აბა ore ranina abadelia odile oranina chemitseni tokhariki kalsari jensula mazos tabarero ranina odila oda ore ranina abadelia odile oranina turki kali moetsona zurgi unda shestavazos tabarero ranina odila oda ore ranina abadelia odile oranina kalorari gadgixteba ayvanze gadmodgoma abarero ranina odila oda ore
Nina Abadelia Odile Oranina Mogita Tsebda Tsagi Juan Rotsa Movashe Modgoma Abarero Ranina Odila Oda Orero Ranina Abadelia Odile Oranina Bravo! დიდებული იყო. ეს არის რომ ნამღერი გამოვიდა და აქია ისიც ვუთხრათ, ეს მაყურებელს რომ თქვენ სრული შემადგენლობით დღეს არ ხარ წარმოადგენელი, იმიტომ რომ სამი დედმამიშვილი გაგლიათ, ხო? მოდი ვთქვათ ვინ და მოვიკითხოთ ეს დიდებული ხალხი. ნინო და ეკა აბჟანდაძეები და ბიძინა აბჟანდაძე. მოვიკითხოთ შეუბატონო და მე მინდა დიდი მადლობა უთხრა აბჟანდაძეების პროდიუსერს და მენეჯერს თამარ ავაზაშვილს. ეს მეუღლე თაკო რო არ ყავდეს იქ გამოცვლა, კოსტიუმია, რაღაცა, მოკლედ თაკო განაგეძებული რიგებს ამ სიმღერით კიდევ მთელს იმერეთს მოვეფეროთ და რა გამორჩევით კიდევ კურსებს, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა ულამაზე სოფელს. დიდი მადლობა ბატონო გიაშა, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ შოუს. შენს შოუს და გია ბაღაშვილს უღრმესი მადლობა წავალო. გაიხარეთ. მადლობა. შენ ყავხარ და ესეთი ადამიანი ხარ და დიდი მადლობა. მადლობა თქვენთან ერთად გადაცემისთვის. ეხლა ქალდონელა ბატონი დიმიტრი თქვენგან მინდა დავიწყო და ლედისაც მინდა ვკითხო, მაგრამ პირველ რიგში თქვენ. ყველაფერი იწყება ბავშვობიდან და როგორები იყვნენ თქვენი შვილები და მაინტერესებს ამ შემთხვევაში როგორც ლედი, ისე პირველ რიგში ირაკლი, იმიტომ რომ ირაკლი ჩემი დიდი ხნის მეგობარია. როგორი ბავშვები იყვნენ და რა ხასიათს ამიღავდნენ პატარობაში? კარგი ბავშვობა ჰქონდათ. ცოტა ცელკი იყო. ლედი ისეთი იყო, გაულახავი არავინ არ ყავდა სკოლაში. ლედი კარატეს უძახდეს, კარატესი შეგვიძლია. ძალიან კაი გოგო იყო, ძალიან კაი. ახლა ირაკლისთან გადავალ და ირაკლის ბავშვობა ძალიან მძიმე იყო ირაკლის ბავშვობა. მძიმე იმში ამბით იყო, რომ 2 წლის იყო ირაკლი, რომ ძალიან ცუდად გაგვიხდა და სიკვდილის ძებს გადავარჩინეთ. ეს არავინ არ იცის მაგი და ირაკლი ყავს გადარჩენილი. უი, ღერს მადლობა. ხო, უფალს მადლობა და დღეს მეუბნება დედა, ხო ღირდა ჩემი გადარჩენაო და ნახდად ღირდა. ღირდა რომელია? გია, 3 შვილი მივატოვეთ და ეს ავიყვანეთ მოსკოვში და სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეთ და რა ვიცი, გადავარჩინეთ ასე. უფლის ნაჩუქარია ჩვენი ირაკლი და 87 წელს. 87 წელს. ჩემ მშობლებს მინდა დიდი მადლობა უთხრა, რომ ყველაფერი რა თქმა უნდა, ყველაფერი გაიღეს იმისთვის, რომ ესე იოლი არ იყო და მადლობა უფალს, რომ დღეს აქ ვარ. რაც მე მიყვარს იმას ვაკეთებ და რაც შენ გიყვარს და რასაც აკეთებ, ის რომ მოწონს ჩვენს ხალხს და ჩვენს მაყურებელს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რა გია და ისეთი ადამიანია. მე ახლა გაკვირვებას ვარ ხანდახან, რომ ახლა ბოდიში აქ და ცოტა მეც მხედველობა ვერა მაქვს, კარგად ახლა ოპერაციები ვარ და ვერ დავიწუწუნებ იმასთან, იმიტომ რომ ისეთი ვაჟკაცურად შეხვდა ყველაფერს. ფეხბურთი უყვარდა ძალიან. ხო, ძალიანავს თქვი, ფეხბურთი და ყველას ამასთან უნდა და თამაში. რომ ყველას ამტვრევდა და რამდენი ჩემ მეგობარი მოჯახილი მყავს ბიჭებო გოთი. და ანდრიას მამამისის მოკლედ. გენები და ინტერესები გამოყვა, ხო? ინტერესები გამოყვა და ეს სპორტისკენ წავიდა. ანდრია, შენ მითხარი, შენ რა გიყვარს ყველაზე მეტად ფეხბურთში და შენი საყვარელი ფეხბურთელი ვინ არის? ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის მამარდაშვილი. გიორგი მამარდაშვილი. აბა, შენი საამაყო მეკარე, რა თქმა უნდა. ანდრიასაც უნდა მეკარეობა და მივხვდი, ესე იგი მეკარეობას სიმღერაზეც დადის ქალბატონ მეკოსთან. მაგრამ მაინც სპორტისკენ იხრება ძალიან. როგორც მე სიმღერა მიყვარდა, ესე იხრება ეს სპორტისკენ. ძალიან კარგი, წარმატებები ორივე მიმართულებით. სხვა შორის მიმღერეს რა აქვს კიდევ ერთი გამორჩეული მანამდე თუ თქვა და ირაკლის ისრომდნენ როგორც მომღერალს, აღმოჩნდა რომ შენ ოჯახში ყველა მომღერალია და სადგვიმალავდი ამ შესანიშნავ საზოგადოებას ეგ სალგე სალაბარაკოა, მაგრამ რა მინდა იცი კითხოთ. რა ასაკიდან დაიწყეს სიმღერა ირაკლიმ და ლედიმ და
საერთოდ სიმღერასა დამოკიდებულება როგორია თქვენ ოჯახში? დილას სკოლაში სანამ წავიდოდნენ, დილას ადრე ჩაურთავდით, პატეფონივით იყო, მაგნიტოფონივით იყო რაღაცა და სიმღერებს ძილში ვასმენინებდი სიმღერებს. და ამის შემდეგ უფრო ყველაზე კარგია ძილბურანში რო უსმეს ბავშვია თუ იგია ყველაზე კარგია და იქიდან დაიწყო მაგნის სიმღერა და საერთოდ ჩემმა მეუღლემ პალატაში იქ მიაგნო თავის ღიღინით რომ 2 წლის ბავშვი ღიღინობდა იქ პალატაში. უი რასა? ხო. ღიღინით თავიდანვე ღიღინობდა ესე როგორც ანუ კლინიკაში რო იყავი ეს კი თავს ამით ირთობდი და ესე ღიღინით აღმომაჩინეს როდის ვისწავლე ის არ არსებობს. არც ერთ დედმამიშვილს ეგ არ აქვს, რომ რაღაც გავიზარდე და ეს უკვე თან მქონდა რა. თანდათანო. თითქოს უკვე მომზადებული იყო. თითქოს უკვე რაღაც აი გვედო უკვე გენეტიკურად როგორც კონსტანტინე გამსახურდია ამბობს როდის იყო ორაგულს სურვას ასწავლიდნენ ასე კი ასე გამომივიდა თვეც მადლობა დედიკოს და მამიკოს მადლობა ჩემო ირაკლის მეგობრების სახელითაც დიდი მადლობა მე ეს დავამატებ რომ ყველაზე კარგი ის არის რომ ეს არ იყო ძალდატანებით ხომ არის მშობლები გაძალებენ აი იმღერე და კი ეს პირიქით გვიხაროდა სიმღერის დაწყებას, ახალი სიმღერის სწავლა იყო ჩვენთვის აი ზეიმი, ასე რომ ვთქვა. და ესეთი გამოთქვა იყო აბჟანდაძეებში ყველაფერი მღერის. ქათამი ძაღლი. ყავდა ერთი მხატვარი მეზობი. დიდი თოვლია, უზარმაზარი თოვლი და დენი არ არის ის პერიოდია. არაფერი არ არის და ჩვენთან როგორც ყოველთვის იყო ღიღინი. დავაჯერდი ბავშვებს და მღეროდნენ ბავშვები და ჩვენც მღეროდნენ. მეზობელმა გამოახედა მე თავის მეუღლის რომელიც მხატვარი იყო გამოიხედე კაცო რა ამღერებდო არც დენიაო არც იგიაო რა არ არის საფუძველი სამაგისო არ არის ერთი მეორეზე უკეთესი გვარიშვილები მონაწილეობენ ჩემბატონო მიმღერეში ყველა სეზონს ეხება ეს მაგრამ აბჟანდაძეების გვარს მაინც განსაკუთრებული და გამორჩეული დამსახურება აქვს ასე ვიცით ჩვენ ისტორიიდან და თქმულებიდან იმიტომ რომ ყველაზე დიდი მეფე დავით აღმაშენებელი აბჯანდაძეს ყავს გადარჩენილი ეს თქვენ კი იცით მაგრამ უთხრათ ისე კი ჩვენ მაყურებელს რომ როდესაც გელათის ტაძრის გალავნის მშენებლობა იყო ჩამოვარდნილა თუმე დავით აღმაშენებელი და ექიმებს დაუდგენიეთ რომ არც მეტი არც ნაკლები ირმის რძე თუ განკურნავდა ჩვენს მეფეს და აბატონო აბჯანდაძე იყო ის კაცი რომელსაც 12 მეწველი ფურირემი მოძებნა და გადაარჩინა დავით აღმაშენებელი ამ გვარის თავმოვლები ყავს ერთად ამ წინილითაც შევხედოთ საეკლესიო აზნაურობა უწევდა და საეკლესიო ახლა ამ ამაღლებული ნოტიდან გადავიდეთ კიდე ერთ შესანიშნავ შემადგენლობაზე, რომელსაც ქვია თეატრალური კვარტეტი, რომელიც დღეს უკვე არის ნამდვილად მშვენება და ერთ-ერთი ფლაგმანია, პირდაპირ ვიტყვი, პროფესიულ სცენაზე ქართული სიმღერის, აი იმ ჟანრის, იმ მიმართულების, რომელსაც ისინი ემსახურებიან და შენ მინდა კითხო პირველ რიგში. აი მაშინ, როდესაც ერთი ფენოვანით და ერთი ლიმონათით იწყებდით რეპეტიციებს. წარმოიდგენდით, რომ ამ ეტაპზე მოხვიდოდით და ვარსკვლავის გახსნამდე მივიდოდა ეს საქმე. გია, დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, რომ ჩემ მართლა მეორე ოჯახზე არის საუბარი, ჩემს ვიჭერზე თეატრალურ კვარტეტზე. მართლა განუყოფელი ნაწილები, ერთმანეთის განუყოფელი ნაწილები ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ნაცავები ვართ, ყველა ნათლიები ვართ ერთმანეთის და ერთმანეთის შვილების და მოკლედ, რა თქმა უნდა, დღე არ გადის ისე ჩვენ ერთმანეთთან ვარ კონდეს რაღაც მოკითხვა, რეპეტიცია, ყოველდღე ერთად ვარ და ეს დაიწყო ისეთი ურთიერთობით და მართლა ეს არის რა ცხოვრებაში რომ ჯობია ლიმონათით დაიწყო და ლავაშით და შოთის პურით და მე ესე დამთავრდა ჯობია ვიდრე ყველაფერი გქონდეს ალბათ მე ესე მგონია რა რომ რა თქმა უნდა დავიწყეთ თქვენ იჭი და თქვენ შრომით არის მოყვარული ესე იგი მე და ლედი წამოვედით გუშინდელი დღესავით მახსოვს ეს როდესაც გადავწყვიტეთ რომ თეატრალური კვარტეტი გავაკეთოთო ვაშამ თქვა და შენ თუ ჩამოხვალ ლად უკეთესი და შევიკრებით 4-იო და ლედს უთხარი წამოთ, უნდა წავიდეთ ახლა და ლედი ჩემი უფროსი და წამოყვა როგორც დედა, როგორც მშობელი და ხარდასაჭერად. მოკლედ ლედი მიმაცილა იქამდე რომ უკვე მყარად ვიდექი და ჩემდას ესეთ დამსახურება აქვს ჩემს კარიერაში და დიდი მადლობა ლედის. ეხლა მე მინდა რომ შენი ვერსია იგოგი საბაძის შესანიშნავი სიმღერების ძალიან საინტერესო პოპური გაკეთებული
და მოდი აი ეს ავაჭყირო დღეს ჩვენი შოუს სცენაზე. აუცილებლად. მოგზაურდი შეგელეცა. ვინას თქვა რომ ცხოვრების გზა დიდია საცალფეხო ერთი ბეწვის ხიდია ჩემი ბედიც ამ ბეწვზე და კიდია დღები კი როგორ სწრაფად მიდიან ახ როგორი ახალგაზრდა დავიყავი ცხოვრებისგან მუდამ გავურიყავი არასოდეს მიცხოვრია მეფურად ფული მქონდა თავზე ქუდი მეხურა ახ როგორი ახალგაზრდა ვიყავი ცხოვრებისგან მუდამ გავურიყავი არასოდეს მიცხოვრია მეფურად ფული მქონდა თავზე ქუდი მეხურა აგროვებ ფულს და ოქროს ოფსაღურიდი ოხრად მოვა მიქელ გაბრიელი და დაგრჩება ოხრად მადლიქენის ღვას მიეცი თუ ჯიბეში ფული ჭყავის წუთი სოფლის სტუმრები ვართ ჩვენზე დიდხანს ცოცხლობს ხვავი იარარარარარაი 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 იარარარარარარა ობი ფულსაც ეკიდება დაგანგება დაგშის თუ დროზე არ დამაღერე რაც გაქვს დასახარჯი ეს ცხოვრება კიბე არის ზოგი ადის ზოგი ჩადის ძმა ბიჭებში დროს დარება კურნალია გულის არდის მადლიქენის ღვას მიეცი თუ ჯიბეში ფული ჭყავის წუთი სოფლის სტუმრები ვართ ჩვენზე დიდხანს ცოცხლობს ხვავი იარარარარარაი 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 დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მობრძანებისთვის ყველაფერი სიკეთე მინდა გისურვოთ თქვენ და თქვენთან ერთად ყველა მომღერალ ოჯახს და ყველა ქართველს ვისაც სიმღერა უყვარს და დარწმუნებული ვარ რომ ასეთი მთელი საქართველოა უღრმესი მადლობა ძვირფასო მეგობრებო ამჟანდაძეების ოჯახს წარმატებები უსურვოთ მათ ეს ამით გემშვიდობები ძვირფასო მეგობრებო და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ მომავალ შეხვედრამდე